2024 წელს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჯამში 761 ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგებს დაესწრო 11875 მონაწილე. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 128 უფასო ტრენინგი, მათ შორის ტრენინგები პირველად ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე. შეიქმნა და განახლდა 107 ტრენინგ მოდული. ტესტირება გაიარა 6679 აპლიკანტმა. სასწავლო ცენტრმა ISO 9001-2015 ხარისხის შესაბამისობის ახალი სერტიფიკატი მიიღო. იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების EPTA-ს პრეზიდენტია. სასწავლო ცენტრმა EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას თბილისში თავმჯდომარის სტატუსით უმასპინძლა. ციხისა და სასჯელ ახსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ იუსტიციის სასწავლო ცენტრს EPTA-ს თავმჯდომარეობის რანგში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. EPTA-ს პრეზიდენტობის ფარგლებში სასწავლო ცენტრმა გაერთიანების წევრებისთვის ტრენინგები გამართა. თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესტონეთში, ჰოლანდიასა და პოლონეთში. სასწავლო ცენტრმა გამოცდილების გაზიარების მიზნით ავსტრიულ დელეგაციას უმასპინძლა. ფუნქციონირება დაიწყო სტუდია იუსტიციამ. ამოქმედდა ახალი ონლაინ სასწავლო პლატფორმა iacademy.tcj.gov.g. ამავე პლატფორმაზე განთავსდა ქართული ენის პირველი უფასო ონლაინ სასწავლო კურსი. ეთერში გავიდა ახალი რადიო რუბრიკა კანონი მარტივად. ყვარლის სასწავლო ცენტრში დასრულდა სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააკაძის სასწავლო ბაზაზე დამატებით აშენდა ადმინისტრაციული შენობა. სამშენებლო სარემონტო სამუშაოები დასრულდა თბილისში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობაში.